მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო ბარსელონადან. სადაც ჩვენ დავაგემოვნებთ, კი არა და გავსინჯავთ, დედაჩემი ძალიან მეჩხუბება ხოლმე ამ სიტყვაზე და კაი გავსინჯავთ ტაკოებს, რომლებიც ღირს მექსიკურ ტაკოებს, დავაკონკრეტოთ მოდი. მექსიკურ ტაკოებს, რომელიც ღირს არც მეტი არც ნაკლები 1 ევრო. ესეთი იაფი რაღაცა არ ვიცი როგორ არის. ეს არის ვიდეო სერიათა ასე ვთქვათ ციკლი რა, სადაც ჩვენ აღმოვაჩენთ ყველაზე ბიუჯეტურ საჭმელებს. და არა მარტო საჭმელებს. ბარსელონაში მეგობრებო აღმოჩნდა, რომ მექსიკური ტაკოები შეგიძლია ჭამო ერთადერთ ევროთ, 1 ევროთ. ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ წავიდეთ ვნახოთ რამდენად რეალობა არის. ლოკაცია მონიშნული მაქვს, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ვნახოთ მართლა მაინტერესებს რამდენად რეალობა, იმიტომ რომ არ ვიცი რა. რაც თავარია ეს ადგილი, სადაც ახლა ჩვენ მივდივართ, არის შუაგულ ცენტრში და არა და ზოგადად ცენტრალურ უბნებში ყველაფერი ძვირია ტურისტულად ძალიან აქტიური ადგილები თბილისშიც და ნებისმიერ მსოფლიოს მასშტაბით პრინციპში. მაგრამ აქ რატომ არის შუაგულ ცენტრში 1 ევროთ? გავიგოთ, ძალიან მაინტერესებს რა. ჩემგან პრინციპში ვიცი რომ ხელძაღლზე ელოდებოდით ამ ვიდეოს, მაგრამ ცოტა გავამრავალფეროვნეთ რა. და თავარი რაც თავარია, ეგ ვიდეო არ დავიწყებია, იქნება აი ამის შემდეგი ვიდეო უკვე იქნება ხელძაღლზე. დაგვრჩა მეოთხე სეზონზე გადავედით და მეოთხე სეზონი რომელიც როგორი საინტერესო იყო და არის. ასე რომ დაელოდეთ, მანამდე არხი გამოიწერეთ, ამასობაში მივალთ, შუაგულ ცენტრთან დაგათვალიერებინებთ. აქ ძინავს ჯიგარს. ხო, რაც თავარი მისამართს რაც შეეხება, აი ზუსტად ძალიან მარტივად მინდა რომ გასწავლოთ და მიაგნოთ რა. ეხლა მე ვიმყოფები კატალონიის მოედანზე, დაგანახებთ თან. და აი ქვედა მხარე, აი სუპირდაპირ არის რამბლას ქუჩა. აი აქეთ არის კატალონიის მოედანი. მარტივად რომ მოაგნოთ, ვიწყებთ ეს. მეტროსთან მოვდივართ, კატალონიის მეტროსთან მეტროს ხედავთ რა. მეტროს ქვევით უკვე დავეშვებით. მეტროს ქვევით უკვე დავეშვებით და რომ დავეშვებით, ეხლა გეტყვით რამდენი ხანი დაგჭირდებათ. ისე ძალიან საინტერესო იქნება, აი 1 ევრო როღის გემო როგორი იქნება. იმდენად იაფია ალბათ დამაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ 1 ევროთ რა შეიძლება მიირთვა ადამიანმა, არა თუ აქ, არამედ საქართველოში ერთ ლარად. შეიძლება ცოტა ისეთ ადგილებში ხაჭაპური ჭამო. ალბათ კარტოფილის ღვეზელი უფრო. ხაჭაპური ცოტა ძვირი სიამოვნებაა საქართველოში. ხო და რა ვიცი, აი გემოს მიხედვით პატარა იმას აქვთ, ბოლოს შეფასებაც დაუწეროთ და თქვენც აი ტურისტულად ვინც ჩამოხვალთ ბარსელონაში, ეცოდინებათ ეგ ადგილი, სად შეიძლება ჭამა. იაფადაც და ძვირადაც რა. გვექნება სხვადასხვა შედარებები, ციკლი, როგორც გითხარით, ვიდეოების ციკლი იქნება, სადაც ჩვენთან შევაფასებთ და თან რეალურად ვნახავთ. აქვე გეტყვით, რომ მე გადმოვედი საცხოვრებლად ბარსელონაში. ბევრმა იცით, ბევრმა არ იცით. წელიწადის კონტენტ სხვადასხვა ბევრს გონია რომ თბილისიდან ვაკეთებ და ვაკეთებ აქედან. და გადაღებების შესახებ, წელიწადის გადაღებების შესახებ ინფორმაციას აქედან გაწვდით. და მოკლედ ხო, აქეთ გადმოვედი მე საცხოვრებლად, მე ვარ ბარსელონას უდიდესი გულშემატკივარი, აი საფეხბურთო კარიერიდან მოყოლებული, როცა თამაშობდი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ეცხოვრა ბარსელონაში და როგორღაც მოვახერხე ეს ყველაფერი და ნელ-ნელა ვეცნობი ქალაქს და რაც უფრო მაცხოვრებლის თვალით უყურებ უკვე ქალაქს, უფრო სხვანაირად ხედავ ყველაფერს, მინუსებს, პლუსებს. მე ცოტა სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ეს ჩემი საყვარელი კლუბის ქალაქია ბოლო-ბოლო. და საბოლოო ჯამში მაინც სუბიექტურად უყურებ, მაგრამ ძალიან ბევრი რეალურადაც ძალიან ბევრი კარგი არის ამ ქალაქში რა. და ჩემს უკვე როგორც მაცხოვრებელი ბევრ რაღაცას გაგიზიარეთ რა და ერთი კიდევ ახალი კონტენტი გემატებათ აქედან, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო. ამასობაში კი მივუახლოვდი. თან დაგათვალიერებინებთ, ყველგან, საერთოდ ყველგან არის ბარსელონას კლუბის ფორმები, რაღაც ეტიკეტები, ბრელოკები, სხვადასხვა დაბრენდილი, დაბეჭდილი
გუნდის სხვადასხვა რაღაცეები რა, აი მაგალითად აქ. ივედით. აი ლამინ იამალი, მე მიყვარს ბარსელონა. იესო ქრისტე ბრაზილიასთან არ ვიცი. ლამინ იამალი კვლავ, მესი, რონალდო, მბაპე, ნუ აქ ნელ-ნელა შემოერია სხვადასხვა ისინი. აქაც ბარსელონას დაბრენდილი. სხვადასხვა რამეები, მოკლედ ძალიან ბევრი ის არის ადგილი რა. ასე რომ ეხლა ერთი სული მაგ მივიდეთ ან გავშინჯოთ რა იქნება, როგორ იქნება. მე არ ვისურვებდი ამ ადგილთან რომ გამევლო. მადრიდის რეალის ოფიციალური მაღაზია. თუ მან და რა ვინა არც ერთი არ გნახოთ შესული რეალის ფანების გარდა რა თქმა უნდა. და გვერდზევე არის ბარსელონას მაღაზია. ხო, სხვათა შორის მან დაუცილებლად წავალთ კამპ ნოუს ოფიციალური მაღაზია, ბარსელონის ოფიციალური მაღაზია კამპ ნოუზე, რომელიც არის ყოფილა სოფლიოში ყველაზე დიდი. ეგეთი რაღაცა არ ვიცოდი და არ მეკონა. ასე რომ რითიც არის გამორჩეული ეს ქალაქი, ყველაფერი აუცილებლად ავითვისოთ და გაჩვენოთ. თქვენც რომ ჩამოხვალთ, მე გეცოდინებათ რა პატარა აუდიო თუ ვიდეო გიდივით გამოვა ეს ყველაფერი რა. ეს არის ყველაზე ახლო მეტრო მაგ ადგილთან თურმე. ლისეუს მეტრო. ლისეუს მეტროდან ყოფილა ძალიან ახლო. დაახლოებით 2-3 წუთის გზა. ეხლა შეგხვდება მაკდონალდი. აი ხა დაგანახებთ ამ ყველაფერსაც. აი ესეც მაკდონალდი, რომელიც არის ხელმარცხნივ. ამ გზის ავალ ნაწილთან ხელმარცხნივ უნდა ვიაროთ. KFC-ს და McDonald's-ის შორის უნდა გავიაროთ, გავძვრეთ და ესეთ საყვარელო ამას ქუჩას მივადგებით. აი ეხლა, აი ამ გზაზე ხომ მივდივარ. ძალიან მალე და ძალიან ახლოს იქნება. მოვედით. აგერ არის. აი ეს ყოფილა ის, რასაც ვეძებდით. ტკო ტაკოს. დავდგეთ რიგში. შესაბამისად რიგი იქნებოდა ხა ესეთია პირველი. ნახოთ აბა რა იქნება. გაამართლებს თუ არა იმედებს ვნახოთ. განჩენი რა ვიცი, ვიზუალურად ძალიან ნორმალური. ეხლა რომ შევალთ და გათვალიერებინებთ ყველაფერს. აი ეს ყველაფერიც მაგის მანიშნებელია, რომ სწორად ვართ რა მოსულები რა. განჩენს ვნახავთ უკვე მენიუსაც ჩავხედოთ და ჩაგახედებთ. აი მენიუც სადაც მართლა წერია რომ 1 ევრო ის. მოდი გაჩვენოთ ბარემ რა. ეს არის რეტონი. ესე იგი. ხო, 5 ცალი არის 1 ევროიანი და ქვევით მე 2 ევრომდე არის სხვადასხვა ფასები რა. მოდი ჩვენ დავქნათ იცი 5-ვე გავსინჯოთ და გეტყვით რა, ანუ 5-ვე გავიგოთ როგორია, რანაირია. აი, ნახოთ, აქ დალევის მოყვარულებსაც ძალიან ბიუჯეტურად შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ, იმიტომ რომ აი ხა ფასებს გაჩვენებთ და რა ვიცი, 3.20 ის არის ლუდი. მე კოქტეილები არის ყველაზე ძვირიანი 7.75 და იწყება 3 ევროდან. ვა, აიცათან გაჩვენე. აი, ფასებიც მეორე საკითხია როგორია, მაგრამ ფასები გაჩვენეთ. მე დალევის მოყვარული არ ვარ და სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ ხა როგორია და რანაირია, მაგრამ ენიცის ერთხელ შეიძლება რა. ესპანური ახალი ნასწავლი კი არა, სწავლის პროცესში ვარ, არ ვიცი კარგად და რაც ვიცი, ეხლა ის გამოვიყენოთ. Hola. Tengo todos Georgi. მიხდარ ინგლისურად უფრო კარგად ვარ. ესე იგი. დაამუღამე რომ ის არის და ვცდილობდი მაინც ესპანურად რაღაცეებს და მაინც ინგლისურზე გადმოვთო. მინდა ენის სწავლა და დაგათვალიერებინეთ რა როგორია. ესეთია.
სუპთა მექსიკური გარემო. ანდი ჩვენ აქ დავჯდეთ. აგადოთ დაგათვალიერები. ეს ამას შეხედეთ ერთზე. ვაა. მექსიკელი ყველაზე ცნობადი სახეები რა. Guillermo Ochoa. Აკა. ვაა. საინტერესო გარემოა. ესეთ მოვჯექით, ნახოთ ახლა როგორი გამოვა ეს ყველაფერი. ესე გავსინჯავთ ყველა იმას, ტაკოს და გეტყვით რომელია, რა გემოაქვს, რასთან არის ახლოს და ასე შემდეგ. მანამდე გამოიწერე არხი, დალაიქე ვიდეო და სუპთა მექსიკური გარემოდან გავსინჯოთ აბა როგორი გამოვა. მოვიდა. ესე გამოიყურება. ახლოდანაც გაჩვენებთ. ლიმონი ალბათ უნდა მოვასხათ, ვინაიდან მოყვა. მეგონი ცოტა ბოსტნეულიც აქვს. დავიწყეთ. აი პირველი არის ეს. წვენით საკაიფო ბევრი. მე მგონი ის აქვს თო. ჩახოხბილი როგორ ჩვენ ქართველებს. ჩახოხბილის ტაკო. იმე ჩახოხბილის ტაკო დედას ვიცავა. კაია. ჩახოხბილი ბარსელონაში თუ მოგენატროთ. აი. გადავიდით მეორეზე. რიგით მეორე არის კლავ ხორციანი. ახე. ხორციანი წავიდა. ვაიმე. წყარია ძალიან. ძალიან. ну მექსიკურში ხა ხარეს უნდა ველოდოთ. არა. თავიდან ძალიან უმასაკნა, წაიღო ცოტა. გაიტანა. გემოვნების დონეზე ხარე. თუ არა. ცოტა გაიტანა. ეს რო გითხავთ რაღაცასთან ახლოს არის თქო? ვერ ვაკავშირებ ვერაფერთან. საინტერესო გემა იყო ძალიან. აი ამას აქვს ძალიან ბევრი რამე. მოიცა დაგანახოთ. და რაღაც ძალიან კარგად გამოიყურება, ნახეთ. აი ძალიან ბევრი რამეა შიგნით და ნახოთ ახლა გემოები თუ ითამაშებს. ხახუც აქვს, ბოსნეულიც აქვს. კაია, ესეც ხორცით არის. და ისა ბევრი ბოსნეული აქვს შიგნით და ხახვები და რაღაცეებით. კაია. ალბათ ეს პირველ ადგილზე არის ახლა. ეხლა რასაც ჭამ. ბოლო. შოკო ხواره თუ ხორცია. ნახეთ აბა. საინტერესო გამოიყურება რა. აგვიმარჯოს. ხორცია.
აი, საკაცო რაღაც ნაცნობი გემოა. Free. Trochę skorcja, mnie go trochę skorcji. Dobra, nacnobi gemu, a wirusen, kucie macie skiala. Naraz. Daj. Ცოტა ქართული გემო დაკრავს, რა და ვერ მივხვდი. მოკუჭმაჭო რაღაცა იგეთი რა. ესე იგი, მოვიდა დრო შეფასების. მესამე რომელიც ჭამე იყო პირველ დილზე უდაოდ. მეორეზე აი ჩახოხვილის გემო რო ქონდა. მესამეზე ბოლოსაც ჭამე და მეოთხეზე რადგან ცხარესთან მედიდად ვერ მეგობრობ, თავისთავად ცხარე გადავა მეოთხე ადგილზე. საბოლოო ჯამში რო შევაფასოთ 10. ოღონდ 10 როგორი თამამიათი არის, იცი და რატომ არის თამამიათი? გემოები არის მრავალფეროვანი, მაგრამ ფასი უნდა პირველი არის რატომაც უწერ 10-იანს რა. ფასი რა 1 ევროს იხდი და ანუ რეალურად გამოგდის 4 ევრო, ხო 4 წალი 4 ევრო. ვა, კაია რა. 4 ევრო გადაიხადე 4 წალს სხვადასხვა გემოში. კაია. ასე რომ რეკომენდაცია, ლოკაციაც მონიშნული მაქვს, ყველაფერი მონიშნული, ადგილიც აქ არის, აბსოლუტურად რეკომენდაცია თან აკაი გარემოა შეხედეთ მეგობრებო. სუფთა მექსიკური რა. მოკლედ ძალიან კაი იყო, მაინც მოიცაურა, კაი ის არის. შეხედეთ როგორი იტალიური, ესპანური არქიტექტურაა და გავდივართ ესეთ ულამაზეს მოედანზე. რომელიც მუდმივად არის ტურისტებით სავსე. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. ეს იყო პირველი სერია ესეთი ტიპის ვლოგის ვიდეოსი. ეს არის პირველი ადგილი, რომელიც შეგიძლიათ ბიუჯეტურად ვისაც მოგინდებათ ჭამა, გაშინჯოთ სხვადასხვა გემოთი ტაკოები. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო ესეთი ლამაზი ადგილიდან დაგემშვიდობებით და კიდევ იქნება ძალიან ბევრი ადგილები და შემდეგ ვიდეოებში შეიძლება საერთოდ გადარჩენის ვიდეო გავაკეთეთ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. დროებით.